საქართველოში ჩვენს გარშემო არსებობენ მოქალაქეები დაიარებიან, რომლებიც დღესაც კი მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რაც ჩადის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, დღესაც კი დამაჯერებლად ბრჭყალებში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რეალურად კი ხელისუფლება წოდებული ბანდა, რუსულ თამაშს არ თამაშობს. რომ ეს არის მისი ტაქტიკური გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში საქართველო გადარჩეს, გადაურჩეს მრავალწერტილი ერთის მხრივ რუსეთს, ამასაც ამბობენ და მეორეს მხრივ მრავალწერტილი დასავლეთს, რომელიც ჩვენი იდენტობის წაშლას ცდილობს. პაპუაშვილი, ჩავიციკლე ამ კაცზე, მაგრამ პაპუაშვილი ხომ ამას აწვება რეალურად. პაპუაშვილი ხომ გვეუბნება, რომ დასავლეთი, ბრიუსელი, ევროპა და ზოგადად დასავლეთი ისეთივე ცუდია, როგორიც იყო თავის დროზე საბჭოთა იმპერია, მოსკოვი, კრემლი. ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ცხადზე ცხადია, რომ ეს არის FSB-ს მესიჯი და ცხადზე ცხადია, რომ ამ მესიჯის გავრცელება FSB-ს აწყობს, ისევე როგორც აწყობდა თქვა წლების წინ ამგვარი მესიჯი, რა თურქეთი მტერი არ არის? თურქეთი ცხომტერია. მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართალი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვართ იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც დაიშალა საბჭოთა კავშირი 15 არამოძმე რესპუბლიკა, 15 სახელმწიფოდ. ლიეტვას დამოუკიდებლად იმისა წარსულში რა ტერიტორიები ჰქონდა, ის საზღვრები აქვს, ის ტერიტორიები აქვს, რომლებიც ჰქონდა სწორედ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში. სომხეთს, ყაზახეთს, რუსეთს, უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთს, ბელარუსს. 15-ს ჩამოსახელება რომ შემიძლია, იმედი მაქვს ხვდებით, რომ პრობლემა არ არის ეს ჩემთვის. ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფო, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და რუსეთი. ხო არ შემეშალა? არ შემეშალა. თურქეთი არ არის ჩვენი მტერი, იყო და აღარ არის. ჩვენ გვყავს ერთადერთი მტერი სახელმწიფო. ამ მტერ სახელმწიფოს აგე უკვე 2 საუკუნე ნახევარია ჰქვია ერთადერთ მტერ სახელმწიფოს რუსეთი, რომელიც რბილად, თბილად, ტკბილად და ასე შემდეგ შემოვიდა საქართველოში, როცა შემოვიდა მაშინ, მე-19 საუკუნის დასაწყისში მიბრახუნდა კარი და იმის შემდეგ ანადგურებს საქართველოს ეროვნულ სხეულს, ორგანიზმს, ანადგურებს დაუნდობლად ამასთან. ამაზე რომ არ გადავიდე ახლა და ისტორიული პასაჟები რომ არ შემოგთავაზოთ ჩემი ვიდეობლოგისა, დღევანდელობაზე ვიბჭეროთ. მოკლედ არიან ჩვენს საზოგადოებაში ადამიანები, ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ბიზნეს ივანიშვილს ამ რუსულობას მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკურ სვლა ნაბიჯად გადაწყვეტილებად უთვლიან, რაც არ უნდა ფაქტი დაუდო, რომ უთხრა რომ აი ნახე რა გააკეთა მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში, რა გააკეთა ანტიდასავლური და კანონი მიიღო, როგორი რეპრესიები დაიწყო, როგორ გააყალბა არჩევნები, როგორ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება 28 ნოემბერს, როგორ დაარბია რუსულად დემონსტრანტები. ეს ადამიანები მაინც ჯიუტად და ბრგედგან, როგორ გეკადრებათ, ნახეთ რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად, შესაბამისად საქართველოს დასავლური ქვეყანა, ამე შემიძლია ათეულობით ქვეყნის დასახელება, სადაც ინგლისური არათუ მეორე, არამედ პრაქტიკულად პირველი ენაა, მაგრამ ის სახელმწიფოები, რუსეთი არ ვახსენოთ ახლა თქვენის ნებართვით, სულაც არ არიან ბოლომდე დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ის სახელმწიფოები ატარებენ ამა თუ იმ შედარებით ძლავრი სახელმწიფოს პოლიტიკას, საგარეოს და პოლიტიკას საშინაოს და აცთავარია, შიგნით არ არიან მოწყობილები ისე, როგორც უნდა იყოს მოწყობილი მართლაც, რომ ამ შემთხვევაში ვახსენებ თქვენის ნებართვით დასავლური ტიპის სახელმწიფო, დასავლური ქვეყანა. რა ადასტურებს ყოველდღიურად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას, რუსულობას.
განცხადებები, მაგრამ რომ მივაქცევთ ამ განცხადებებს ყურადღებას, მართლაც ზარქუას განცხადებაზე ხო არ ჩავიციკლებით. ზარქუას განცხადება ხომ ჯერაც არ არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საგარეო ცუდი რუსული პოლიტიკის მადასტურებელი. ზარქუასი თუ ნებისმიერი ამ ვიგინდა რა ბანდიტისა. რა ადასტურებს? პოლიტიკა და მხოლოდ პოლიტიკა და არა მხოლოდ წარმოებული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ანუ სამთავრობო პოლიტიკა კი არა, არამედ ვითომ კერძო სტრუქტურების მიერ წარმოებული, რეალურად კი ნებადართული დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ნებადართული, მწვანეანთებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა. აი ფაქტმა გამოიზია და კიდევ ერთი სანქცირებული გემი აღმოაჩინა ყულევში მისადგომში. სანქცირებული გემი, რომელიც თავის დროზე დაასანქცირა უკრაინამ და მე დაასანქცირეს სხვებმაც, რომელიც გაძეძგილი იყო, ასე გეტყვით, რუსული ნავთობით. რასთან გვაქვს საქმე? შეგნებული გადაწყვეტილებაა ეს ივანიშვილისა, სწორედ ივანიშვილისა და არა ყულევის ტერმინალის თუ შესაბამისი კერძო სტრუქტურის ხელმძღვანელებისა? რასაკვირველია შეგნებული და სისტემური გადაწყვეტილება. ყულევში დაგეგმილი იყო მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომ ვიცოდეთ, მაგრამ ეს ქარხანა ვერ აშენდა. მისი, ანუ ამ ქარხნის საინვესტიციო ღირებულება უნდა ყოფილიყო $1 მილიარდზე მეტი. გადამამუშავებდა ეს, რომ ამოქმედებულიყო 4.5 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს. დაახლოებით 3-ჯერ მეტს, ვიდრე დღეს მოიხმარს საქართველოს ნავთობს ხო მოიხმარს. გადამამუშავების შემთხვევაში 3-ჯერ მეტი იქნებოდა, რასაც მოიხმარს საქართველოს. აწარმოებდა ეს ქარხანა რამე რომ ყოფილიყო, რომ აშენებულიყო Euro 6-ის უმაღლესი სტანდარტის, ძალიან მაღალი სტანდარტის საწოლს. სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანდა 60-70-80 მილიონ დოლარს, დაახლოებით 200 მილიონ ლარს. გაზრდიდა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე დადებითად აისახებოდა, გაზრდიდა ქვეყნის ექსპორტს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენისთანა ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობა კარგია, მაგრამ დამოუკიდებლობა ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე არის სუსტი დამოუკიდებლობა. რანაირად უნდა ახსნა. საცალო ფას ეს ქარხანა რომ ამუშავებულიყო, საცალო ფას, ანუ ბენზოგასამართ სადგურებზე საწვავის ფას გააიაფებდა. დაასაქმებდა დაახლოებით 1500-1700 ადამიანს. უზრუნველყოფდა გარემოს დაცვისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ინვესტიცია აქ ხაზგასმით ვამბობ, არ განხორციელებულა, ვერ განხორციელდა, თუ უბრალოდ ასე ვიტყვი. რატო არ განხორციელდა? იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფომ ბიზინა ივანიშვილი ბანდიტის, ბიზინა ივანიშვილი პარანოიკის, ბიზინა ივანიშვილი რუსეთზე დამოკიდებულის გამო თუ გამოისობით უარი თქვა ამგვარი არ შექმნა სათანადო პირობები იმისთვის, რომ ამგვარი ინვესტიცია განხორციელდა, ამგვარი ქარხანა შექმნილიყო. სამაგიეროდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მეოხებით განხორციელდა პროექტი, რომელიც სახელმწიფოს, ანუ ჩვენი ფულის ინვესტიციას მოახდენდა და მოახდინა კიდეც და კუსტარული საწარმო შეიქმნა რეალურად. ემსახურება ეს კუსტარული სახელმწიფო ოცნებასთან დაახლოებული პირების მიერ შექმნილი კუსტარული საწარმო ყულევში. რუსეთის სპეცსამსახურების და რუსეთის ზოგადად ინტერესებს და არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. კერძოდ იღებს აქ ნედლ ნავთობს, აგე ყულევში შემოვიდა კიდევ ერთი სანქცირებული გემი, რომელიც ეს საწარმო და აქ შემოტანილი ნედლი ნავთობი ვითომ გადამუშავდება და გადის უკრაინაში ამავე თუ სხვა სანქცირებული ტანკერების გამოყენებით. ის საწვავი ისხმება ტანკებში უტრირებ, მაგრამ კარგად ხსნი იმისად მათთვის, ვინცაც ჯერაც ჰქონია, რომ ბიზინა ივანიშვილი რუსულ თამაშს არ თამაშობს. ისხმება ეს გადამუშავებული ნავთობი, ანუს ბენზინი, ანუს საწვავი რუსულ ტანკებში, ან ავიაციაში,
ან ყველა იმ მოძრავ საშუალებაში რაც გამოიყენება, რომლებიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ და ამ ტანკებით თუ ავიაციით ისინი რუსები ბომბავენ უკრაინულ სოფლებს და კლავენ ადამიანებს. კითხვა მაქვს, თემური ვინ არის? თემური არის ერთ-ერთი, ვინც წლების წინ და წლების განმავლობაში მე მიმტკიცებ და ბჭყალებში, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზინა ივანიშვილი რუსულ თამაშს არ თამაშობს, რომ ბევრი ინგლისურის ბევრი მცოდნე დაიარება რა ახალგაზრდები, ხო? დაიარებიან რა ქუჩაში საქართველოს ვერ გადაარუსულებ. კითხვა მაქვს, არა მხოლოდ თემური ადრესატი ცხადი, არამედ ცხვრებიც. რაღა არის დასტური რუსულობისა თუ არა ეს? და ეს არის ერთი მაგალითი. ასეთი მაგალითი კონკრეტული, არა ზოგადი და აბსტრაქტული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით დაარბია დემონსტრაცია. ამას ამტკიცებ განავერა, მაგრამ ეს მაინც რაღაც ისეთია რა, ისეთი თვალსაჩინოებაა, რომელზეც გეტყვის რომელიმე კოცი, რომ აი საფრანგეთში არ არბევენ. როგორც საფრანგეთში, ამერიკაში ეპშტეინიც ხდება, მაგრამ იქ სწორდება, იქ გამჭვირვალეა, იქ ქვეყნდება ფაილები. საფრანგეთშიც არბევენ, მაგრამ იქ ისჯებიან ადამიანები, ვინც ძალას ამეტებს. აქ ხარება დაიარება ინგლისურ სოფლობელი ახალგაზრდებთან ერთად ხელჩაკიდებული. მათ მიმართავ, რაღა არის მადასტურებელი, სხვა რაღა უნდა იყოს მადასტურებელი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების რუსულობისა. ყაველაშვილი შეხვდა ჯეიდი ვენსს. ყაველაშვილმა ჯეიდი ვენსი საქართველოში არ დაპატიჟა. ახლა ხო ჩამოდი ჯეიდი ვენსი. სომხეთსა და აზერბაიჯანში ხო იქნება? საქართველოში ხო შეეძლო უტრირებ შემოვლა. ყაველაშვილმა არ უთხრა ჩამოდიო. გელოდებითო. სადაც პოზნერს გავუწელეთ, ელარჯი თქვენს გაგიწელავთო. ეს არ უთქვამს. რატო? იმიტომ რომ არ უნდათ ქართველებს დაფიქსირება არც ერთი უცხოელისა. ვიცე-პრეზიდენტისა, პრეზიდენტისა, სენატორისა ან კონგრესმენისა, სახელმწიფო მდივნის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისა და ასე შემდეგ. არ უნდათ იმიტომ რომ შესანიშნავად ხდება ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეული ნებისმიერი ძალაუფალი. რომ ჩამოსვლა უცხოელისა განსაკუთრებით ამერიკელებისა ნიშნავს იმას, რომ მათ ჩამოსულებმა ადგილზე უნდა უთხრან შემდეგი მთავარი წინადადებები. პირველი, რასაც თქვენ სჩადიხართ, ეს არის რუსულობა. აი დადასტურება, თქვენ ფოტოები. თქვენ აქ ყავდათ შემოყვანილი თურმე რუსული გასანქცირებული ტანკერი. ეს რუსული ტანკერი გამოიყენეს რუსებმა იმისთვის, რომ საწვავი გაეტანათ. ეს საწვავი ჩაასხეს ტანკში. ტანკმა ესროლა უკრაინელებს. ჩვენ ვართ შვიდობისთვის. თქვენ თურმე ეხმარებით რუსეთს. ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინოება ამერიკა. აკითხავთ საქართველოს რეალურად შავი ხვრელია ყველა იმ დასანქცირებული პრაქტიკულად ყველა პროდუქციის გასატანად რუსეთში, რომელიც რუსეთს ესწოდენ სჭირდება მოცემულ ეტაპზე. ეს არის ასაგულებელი მიკროჩიპები და ასე შემდეგ. როგორ გადის გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მიყენებული პირდაპირობით ნუ გაიგითხავთ მაინც და მაინც. დახვრეტის მოლოდინში ბჭყალებში კედელთან სასამართლოს წინაშე კედელთან მიყენებული ბიზინა ივანიშვილი და არა მხოლოდ გაიხსენებენ იმ შორეულ ზაფხულს ხო თუ არ ვწდები ასე აქ მარკეს, როცა რუსებმა დაავალეს სანქციების საკუთარი თავის დახსნა, ანუ დახმარება სანქციებისაგან თავის არიდება და ბიზინა ივანიშვილი მიეხმარა. გაივლის წლები ოღონდ. ყაველაშვილი შეხვდა ჯეიდი ვენსს და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თავმომწონობს და ამბობს, რომ აი, ნახეთო, რა მაგარი რამე მოხდაო, ყაველაშვილი ჯეიდი ვენსი ვიცე-პრეზიდენტი დაელაპარაკა. რეალურად თუ რამ სალაპარაკოა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არის შემდეგი. თქვენ ეხმარებით რუსეთს. რუსეთი არის კაცობრიობის მტერი. რუსეთის წინააღმდეგ ახლა დაწყებულია დიდი გეოპოლიტიკური თამაში. რუსეთს ვასუსტებთ ყველგან სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, გრენლანდიაში, სადაც შესვლა შეღწევა უნდა და რუსეთს ჩინეთთან ერთად, ირანში, ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, ევროპაშიც და ასე შემდეგ. და თქვენ აღმოჩნდა რომ ხართ პარტნიორები.
რუსეთისა. ბიზინა ივანიშვილს ჰგონია რომ გაძრება. ჯერ ერთი ის ჰგონია რომ რუსეთი გაიმარჯვებს და დაალაგდებიან ამერიკა და რუსეთი. ვერ დაალაგდებიან, მანამ სანამ რუსეთი არ გადაიხდის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაცია რეპარაციებს უკრაინის სასარგებლოდ და მანამ სანამ რუსეთი არ დატოვებს მთლიანად უკრაინას, წლების შემდეგ თუნდაც, მაგრამ მთლიანად უკრაინას დაალაგება როგორც ასეთი არ მოხდება. 70 წელი დასჭირდება, 40 წელი დასჭირდება, 120 წელი დასჭირდება. დონბასის კედელი იქნება აშენებული, გაყოფს უკრაინას კიევის მიერ კონტროლირებად და მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებად, მაინც ეს ყველაფერი მოხდება. ტრამპის პირობებში არ მოხდება, სხვა ნებისმიერი პრეზიდენტის პირობებში მოხდება, რომ იცოდეთ. და მანამ სანამ მოხდება, მანამდე გაირჩევა შავი და თეთრი, მანამდე გაირჩევა საქმე მსოფლიოში. და ამ თუ სხვა დანაშაულების გამო თემურ, მიხეილ, სხვებს მიმართავ, ივანე საქართველოს დასჭიან, თქვენი შვილების ქვეყანას დასჭიან. არც თემურია კონკრეტული ვინმე, არა, უბრალოდ კონკრეტული კი არის, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ თემურზეც არ ვლაპარაკობ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავასახელებდი გვარს, არ მომერიდებოდა. არც ვინმე მიხეილი, არც ვინმე ირაკლი, არც ვინმე ივანე, არც ვინმე პეტრე პავლე თუ ივანე ისევ. არა. ერთის მხრივ არიან კონკრეტულ გულისხმობ კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ მათი იდენტიფიცირება არ არის საჭირო. საჭიროა ყველა იმ ადამიანის ხელგადაწყვეტილების მიმღებების იდენტიფიცირება და ამას გავაკეთებ მეც შორის, ვინც ამ კონკრეტულ ამბავში და არა მხოლოდ ეხმარება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების შემწეობით, მეოხებით, მხარდაჭერით რუსეთს. და პასუხისმგებლობა დადგება არა მხოლოდ ბანდიტი ყაველაშვილისა თუ პაპუაშვილი ივანიშვილისა, არამედ მათიც, ვისაც დღეს უნდა ხელის მოთმობა სჭირდებოდა დამატებითი რაღაც 1 მილიონი, პირობითად 5 მილიონი. მაგრამ რეალურად უღალატა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და თავისი ექსკლუზიური გადაწყვეტილებით საქართველოს თავი ადუქთინა რუსულ სივრცეში. საქართველოს დასჭიან, უვიზოს წაართმევენ, გამორიცხული არ არის ევროკავშირი. ამერიკა საერთოდ შეწყვეტს ჩვენს დახმარებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ერთის გარდა, როგორც იმაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ის მაინც ძალიან სტრატეგიული საკითხი, ძალიან სტრატეგიულია იმ მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არავინ არც მთავარია ეს უნდა გახსოვდეთ, არ ჩაუტოვებს საქართველოს შავი ზღვის ქვეყანას. შავი ზღვა ნატოს სხვა არის და უფრო უნდა იყოს, არ ჩაუტოვებს. და ბიზინა ივანიშვილს თუ გინდათ რომ გადახვეთ რიგითი, არა რიგითი მოქალაქეები, არა რიგითი კიდე ანგაჟირებულები არიან, ქართულთან რაღაც შემოსავალი აქვს, რაღაც მარცხენა ფულს აკეთებენ, ხელფასი, რომც არ აკეთებენ, ხელფასი აქვს მაღალი. და არ მესმის, მაგრამ არ ვამართლებ. მათ. მაგრამ არ არის რიგითები რომ ჩაიციკლეთ ბიზინა ივანიშვილს. და ის ქრისტიანულადაც ვთქვათ, ხო? არა შეიქმნა კერპი შენი თავისთვის, ხო, შენთვის. არ გააკერპეთ ბიზინა ივანიშვილი. იმასაც აუვარდა თავში კაცო, განა არა. ისედაც ხო პარანოიკია, ისედაც ხო გონია რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. ახლა კი საერთოდ მეტად გაამბიციურებულია და მოცელავს მაღალ სამბახებს წელი. ბიზინა ივანიშვილის ხელმოღერებულ სამბახს გულისხმობ, ხელის მოღერებას გულისხმობ, ხუჟი მარხუჟი. აღიზიანებთ ხოლმე ეს სიტყვა ჩემი, ოდესღაც წარმოთქმული ვიწროვდება ხუჟი მარხუჟი ბიზინა ივანიშვილის კისრის გარშემო. და კიდე სხვა აღიზიანებთ კიდე იმას მახსენებენ ხოლმე ატაკამსები. ახლა ატაკამსებიც მიიღო უკრაინამ და უფრო სერიოზული იარაღიც და უკრაინა არ არის დამარცხებული. და რომ გაიმარჯვებს, ფაქტიკი ჯიუტია, ოღონდ მე ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მომავალში ნიშნი მოგიგოთ, რა საკვირველი არა. მე მჭირდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის გამარჯვება, რომ ვიცოდეთ. მაინც Do you speak English?
მალე ჩანაცვლდება ამ ქვეყანაში я вы говорите по-русски ისე ნებავიშვილი ხილი ნახეთ რამდენი რუსია ჩვენს ქვეყანაში 100,000 70,000 1% 700 კი არა 0.1% 70 კაცი რომ იყოს ამ 70,000-დან აგენტი და არის უკვე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისათვის. ამას ქართულგვარიანი აგენტებიც დაამატეთ და რამდენად სერიოზული ეროვნული ამოცანების წინაშე ვარ ჩვენ ყველანი თქვენი ანგარიშეთ. ჩემო ინგლისურის მწოდნე მეგობრებო, აღვამდის.